მსოფლიოს მაღალი რანგის ლიდერები საბოლოოდ დგამენ ძლიერ ნაბიჯს ირანის წინააღმდეგ. ქვეყანაზე, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობდა შიშის დათესვას ახლო აღმოსავლეთში ნავთობის, მილიციების, საზღვაო ზეწოლისა და პარალელური ფინანსური სისტემის გამოყენებით. ამ ხუთშაბათს 2026 წლის 30 აპრილს შეერთებული შტატების ხაზინამ გამოაცხადა სანქციები 35 პირისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც ბრალდებულნი არიან ირანის პარალელური საბანკო არქიტექტურის ფუნქციონირებაში. ირანის მხრიდან ყურის წინააღმდეგ ესკალაციის შემდეგ მოთმინება ამოიწურა. სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭომ, რომელიც აერთიანებს ბაჰრეინს, ქუვეითს, ომანს, ყატარს, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, უარყო ირანის მცდელობა დაეკონტროლებინა ჰორმუზის სრუტე და დაეწესებინა გადასახადები გემების. შეტყობინება, რომელიც მოდის ყურიდან და ვაშინგტონიდან, პირდაპირია. თეირანი იბლოკება იქ, სადაც ყველაზე მეტად სთქივა, ფულში, ნავთობში და იმ მარშრუტებში, რომლებიც რეჟიმს ინარჩუნებს. ამ ყველაფერს მალე გეტყვით, მაგრამ ეხლა გირჩევთ გამოიწეროთ არხი, რომ იყოთ ინფორმირებული რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავთ. სანდოობის სტანდარტით მილსონ ალვესი. ყველაზე სიმბოლური ფაქტი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან მოვიდა. ქვეყანამ გადაწყვიტა დატოვოს ოპეკი და ოპეკ პლუს ძალაში შევა 1 მაისიდან, ეს მხოლოდ ნავთობის წარმოების ტექნიკური არჩევანი არ არის. ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჟესტია, რადგან ის არღვევს შეზღუდვას, რომელიც აბუ-დაბის ზღუდავდა და ასუსტებს ორგანიზაციას. ირანს ჯერ კიდევ ჰქონდა სუნთქვის სივრცე. ეს მარტივია. ემირატებს აღარ სურთ იმ მაგიდასთან ჯდომა, სადაც თეირანი ძის. 10 წლეულების განმავლობაში ირანი იყენებდა ხარვეზებს ვაჭრობაში, საბანკო სისტემაში და ფიქტიურ კომპანიებში, რათა სანქციებს გაქცეოდა. როდესაც დასავლეთის ბანკებში ერთი კარი იკეტებოდა, მეორე ღია რჩებოდა ყურეში. თეირანისთვის პრობლემა ისაა, რომ ეს კარი ახლა იწყებს დახურვას. აშშ-ის ხაზინამ გამოაცხადა სანქციები პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ბრალდებულნი არიან ირანის პარალელური საბანკო არქიტექტურის ფუნქციონირებაში. ვაშინგტონის თქმით, ეს ქსელი რეჟიმს ეხმარებოდა უკანონო ნავთობის გაკიდვებიდან ფულის მიღებაში, მგზნობიარე კომპონენტების შეძენაში და რეგიონში შეიარაღებული მოკავშირეების დაფინანსებაში. სწორედ აქ იზრდება ალყის მასშტაბი. ირანი მხოლოდ სამხედრო საფრთხის წინაშე არ დგას. ის ეკონომიკური გამოფიტვის ოპერაციას აწვდება, რომელიც ცდილობს რეჟიმს ჟანგბადი მოჭრას მხოლოდ ბომბებზე დაკრნობით კი არა. სამიზნე მხოლოდ გემი, პორტი ან ბაზა არ არის. სამიზნე არის სტრუქტურა, რომელიც რეჟიმს საშუალებას აძლევს გაკიდოს ნავთობი, დამალოს ფული, გადაადგილოს რესურსები და შეინარჩუნოს გავლენა ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ემირატებს ამ ცვლილებაში დიდი წონა აქვთ, რადგან დუბაი და აბუ-დაბი ვაჭრობის, ფინანსების, ლოგისტიკისა და ენერგეტიკის ცენტრებად იქცნენ. ამიტომ წლების განმავლობაში ირანთან დაკავშირებულმა ქსელებმა შეძლეს ფულის გადატანა, კომპანიების გახსნა, მფლობელების დამალვა და კომპანიებისთვის თავის არიდება. რაც ადრე ჩუმად ხდებოდა, ეხლა სამიზნედ იქცა. ირანის მხრიდან სპარსეთის ყურის მიმართ ესკალაციის შემდეგ მოთმინება ამოიწურა. რეაქცია მხოლოდ აბუ-დაბიში არ შემოიფარგლა. სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭომ, რომელიც აერთიანებს ბაჰრეინს, ქუვეითს, ომანს, ყატარს, საუდის არაბეთს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, უარყო ირანის მცდელობა, რომ ჰორმუზის სრუტე კონტროლქვეშ მოექცია და გემებისთვის გადასახადი დაეწესებინა. პოზიცია ჯედაში გამართულ შეხვედრაზე წარადგინეს. გზავნილი მკაცრი იყო. სპარსეთის ყურის ქვეყნები არ ეთანხმებიან იმას, რომ თეირანმა პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარშრუტი შანტაჟის იარაღად აქციოს. ჰორმუზის სრუტე ის ადგილია, სადაც მსოფლიო აცნობიერებს პრობლემის მასშტაბს. ამ გზით გადის პლანეტაზე ვაჭრობაში ჩართული ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვანი ნაწილი. როდესაც ირანი კეტავს, ემუქრება ან აკონტროლებს ამ გზას, ის მხოლოდ მეზობლებს არ აწვება, ზეწოლას ახდენს ოჯახებზე, კომპანიებზე, მთავრობებსა და ბაზრებზე სხვადასხვა რეგიონში. სწორედ ამიტომ რეაქცია სწრაფი იყო. არავის სურს, რომ გლობალური მარშრუტი კრიზისში მყოფი რეჟიმის საკუთრებად იქცეს. ბოლო მონაცემები ზიანს აჩვენებს. როიტერსის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტეში მიმოძრაობა მინიმუმამდე დაეცა და 24 საათში მხოლოდ დაახლოებით 6 გემი გავიდა. მაშინ, როცა ომამდე ნორმალური იყო დღეში 125-დან 140-მდე გემის გავლა. ეს ვარდნა აჩვენებს, რომ კრიზისი მხოლოდ სიტყვებში არ არის. ის უკვე შეეხო საზღვაო დაზღვევას, ნავთობის ფასს, ლოგისტიკას და იმ კომპანიების შიშს, რომლებიც იმ მარშრუტზე არიან დამოკიდებული. ამავე დროს შეერთებული შტატები საერთაშორისო მხარდაჭერას ეძებს ჰორმუზის გასახსნელად და ირანზე ზეწოლის შესანარჩუნებლად. ვაშინგტონმა ასევე გააფრთხილა, რომ თეირანის მიერ დაწესებული გადასახადების გადახდამამ შეიძლება სანქციები გამოიწვიოს.
ეს მუხარა სერიოზულია, რადგან ის შეეხება ნებისმიერ კომპანიას, გემს ან ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდება ირანის მიერ სრუტის კონტროლის დაფინანსებას. პრაქტიკაში ტრამპი ცდილობს ეკონომიკური ზეწოლა გადაიქცეს კედლად, რომლის გადალახვაც რთულია. ემირატების გამოსვლამ ოპეკიდან ასევე შეცვალა ნავთობის გათვლა. Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ეს გადაწყვეტილება ქმნის მიწოდების ზრდის რისკს საშუალოვადიან პერსპექტივაში, რადგან აბუ-დაბი იღებს მეტ თავისუფლებას აწარმოოს ნავთობის ჯგუფის კვოტების დაცვის გარეშე. Reuters-მაც აღნიშნა, რომ დაუყოვნებელი ეფექტი, როგორც წესი, შეზღუდულია, რადგან ჰორმუზში არასტაბილურობა კვლავ აფერხებს ექსპორტს. მიუხედავად ამისა, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მესიჯი თეირანისთვის მძიმეა. სპარსეთის ყურის ქვეყნები ცდილობენ იპოვოს გზები, რათა შეამციროს დამოკიდებულება იმ წესებზე, რომლებიც ძველი ოპეკის თამაშს ამაგრებდა. ემირატებს უკვე აქვთ მნიშვნელოვანი ალტერნატიული მარშრუტი, რაბიჩან-ფუჯაირას ნავთობსადენი, რომელიც ნავთობს ომანის ყურემდე ყველაზე მიაქვს ყველაზე სენსიტიური წერტილის მიღმა. შეზღუდულია დაახლოებით 1.5-დან 1.8 მილიონ ბარელამდე დღეში. მაგრამ ეს აჩვენებს მოძრაობის მიმართულებას. რეგიონს სულს გადარჩენა ისე, რომ ირანის ხელში მძევლად არ დარჩეს სრუტეში. ამ გადაწყვეტილებას ღრმა პოლიტიკური მხარე აქვს. ირანი წლების განმავლობაში ფიქრობდა, რომ შეეძლო მეზობლების დაშინება და ამავდროულად მათი ბაზრების გამოყენება ფულის ბრუნვისთვის. ეხლა ეს წინააღმდეგობა თავის ფასს ახდევინებს. თუ თეირანი სპარსეთის ყურეს ემუქრება, ყურე ხურავს ბზარებს. თუ თეირანი ცდილობს ზღვის კონტროლს, მეზობლები ეძებენ მარშრუტებს, ალიანსებსა და სანქციებს. თუ თეირანი ფარულ კომპანიებს იყენებს თავისი ძალაუფლების მანქანის დასაფინანსებლად, ვაშინგტონი ფულს მიხვება. შეერთებული შტატების ოპერაცია ირანთან დაკავშირებულ კრიპტოვალუტებზე ამ სურათს კიდევ უფრო ამყარებს. ამერიკის ხაზინამ გამოაცხადა 344 მილიონი დოლარის ღირებულების ციფრული აქტივების გაკინვა, რომლებიც ირანულ ქსელებთან არის დაკავშირებული. ეს აჩვენებს, რომ ალყა მხოლოდ ტრადიციულ ბანკებს არ ეხება. იგივე ეხება ციფრულ საფულეებს, ვირტუალურ ვალუტებს და თანამედროვე მექანიზმებს, რომლებიც გამოიყენება მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ფინანსური სისტემის ასარიდებლად. ირანში ეს პრობლემა კიდევ უფრო სერიოზული ხდება. რეჟიმი, რომელიც დამოკიდებულია ნავთობის ექსპორტზე, მყარ ვალუტაზე თვითონასა და ფარული სავაჭრო ქსელების შენარჩუნებაზე, სერიოზულ ზიანს იღებს, როდესაც ეს სამი რამ ერთდროულად იბლოკება. თუ ნავთობი არ გადის, შემოსავალი მცირდება. თუ ფული არ ბრუნავს, ელიტები მანევრის სივრცეს კარგავენ. თუ ფიქტიური კომპანიები გამოაშკარავდება, რეჟიმი გზებს კარგავს. დონალდ ტრამპი ამ სცენარში გამოჩნდება მკაფიო სტრატეგიით. შეინარჩუნოს ბლოკადა და აიძულოს თეირანი, რომ ბირთვულ პროგრამაზე რეალურ შეზღუდებს დაეთანხმოს. ბოლო განცხადებებში მან აღნიშნა, რომ ირანს შეუძლია დიალოგის დაწყება თუ მოისურვებს, მაგრამ მკაფიოდ თქვა, რომ ზეწოლა გაგრძელდება, მანამ სანამ შეთანხმება არ იქნება მიღწეული. ასევე განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს არ სურს ირანი ბირთვული იარავით იხილოს. ეს ფრაზა მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს, რომ თუნდაც მოსკოვი, რომელიც თეირანის სტრატეგიული პარტნიორია სხვადასხვა მიმართულებით, არ ისურვებს უკონტროლო ბირთვულად შეიარაღებულ ირანს. ირანის რეჟიმი ცდილობს უპასუხოს, რომ ჯერ კიდევ აკონტროლებს თამაშს, მაგრამ ფაქტები სხვა მიმართულებით მიდის. სპარსეთის ყურის ლიდერები უარყოფენ ჰორმუზში გადასახადებს. ემირატები ტოვებენ ოპეკს, აშშ-ის ხაზინა კი პარალელურ ბანკებს, კომპანიებსა და კრიპტოვალუტებს უმიზნებს. საზღვაო მოძრაობა მცირდება, ენერგეტიკული ბაზარი განგაშია და ბირთვული ზეწოლა კვლავ საუბრის ცენტრში ბრუნდება. თეირანისთვის ყველაზე საშიში ის არის, რომ რეაქცია ეხლა ერთდროულად რამდენიმე მხრიდან მოდის. ეს იზოლირებული ზომა არ არის, ეს სანქციის, ბლოკირის, ენერგეტიკული გაშლის, დიპლომატიური პასუხის და რეგიონული რეორგანიზაციის კომბინაცია. ირანმა თავისი ძალადაყოფების გამოყენებით ააგო, ეხლა კი ხედავს, რომ მისი მეტოქეები და ეჭვიანი პარტნიორები მოქმედებენ, რათა შეზღუდონ მისი მანევრის შესაძლებლობა. დიდი ცვლილება ისაა, რომ სპარსეთის ყურე ნაკლებად მზადაა აიტანოს ირანთან ჩუმად თანაცხოვრების ფასი. რეგიონმა გაიგო, რომ საფრთხე მხოლოდ თეირანის განცხადებებში არ არის. ის ზღვის მარშრუტებშია, ფარულ ანგარიშებში, ფიქტიურ კომპანიებში, დაფინანსებულ მილიციებში და ნავთობში, რომელიც პოლიტიკური იარაღად გამოიყენება. ამიტომაც პასუხი სწორედ ამ წერტილებზეა მიმართული. მოკლებადიან პერსპექტივაში კრიზისმა შეიძლება ფასები კიდევ უფრო გაზარდოს და არასტაბილურობა გამოიწვიოს. ემირატების გამოსვლა ოპეკდან. ჰორმუზის ვიწრო გასასვლელის პრობლემას მყისიერად არ აგვარებს. თუმცა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ახალ ეტაპს ხსნის. სპარსეთის ყურის ქვეყნები მეტ ავტონომიას ეძებენ, ხოლო ევროპული სახელმწიფოები ირანის ფინანსურ სისტემაზე ზეწოლას აძლიერებენ. და ირანი ხედავს, როგორ იშლება მისი სოციალური ქსელი და გადარჩენის სისტემა ნელ-ნელა ნაწილებად.
საბოლოოდ ირანის წინააღმდეგ მიმართული ძალაუფლების მოძრაობა აჩვენებს, რომ შიში მხარეს იცვლის. წლების განმავლობაში თეირანი ცდილობდა, რომ სპარსეთის ყურესა და მთელ მსოფლიოს თითოეულ ნაბიჯზე ეფიქრათ და გაეთვალათ. ეხლა სპარსეთის ყურის ლიდერები, შეერთებული შტატები და გლობალური ბაზარი ფასს ახდევინებენ რეჟიმს. საქმე მარტივია. ირანის ხელიდან უნდა წაართვან ნავთობის, ფარული ფულისა და ჰორმუზის სრუტეზე შანტაჟის კონტროლი. და სწორედ აქ გრძნობს ირანი ყველაზე ძლიერ დარტყმას. მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ბოლოს გადახედეთ კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთოთ Milson Harvest News-ის საზოგადოებაში.